წელკები. აი ხა თუ მოვედი. შეეცადეთ თხის რქა თქვენს უფროსთან შექმნათ ოჯახი. იდეალური წყვილი იქნებით, რადგან მხოლოდ საქმეზე მოგიწევთ საუბარი და მთელი დღე ერთად იქნებით, ფული არ მოგაკლდება და არც პარტნიორს უჩივლებთ იმის გამო, რომ ის მუდამ სამსახურშია. მერწყულები ოჯახს შემთხვევით ქმნიან და შემთხვევითვე ანგრევენ. ცხოვრების მეგზურის პოვნა მათთვის არც ისი ადვილია, რადგან ყველა მეგობარი სიგიჟემდე უყვართ და ზღვარს მეგობრულ და პარტნიორულ სიყვარულს შორის ვერასოდეს ავლებენ. თევზების ცხოვრების მეგზური მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მას ყველაზე არამიწიერი პარტნიორი ჰყავს და არასოდეს უნდა მოითხოვოს მისგან ის, რასაც რიგითი ადამიანებისგან ითხოვენ. არ გაგიკვირდეთ თუ თქვენი მეუღლე სრულიად არაპრაქტიკული და არასერიოზული ადამიანი აღმოჩნდება. უბრალოდ განაგრძეთ მისი სიყვარული, მას ხომ ყველაზე მეტად უყვარხართ. ყველაზე დიდი მელომანი და მუსიკოსი რამაზი შემოგვიერთა დილამშვიდობისა რამაზ. დილამშვიდობისა დღეს ვაკ ნინა სიმონე. ან ნინა სიმოუნი როგორც მას სინამდვილეში შესაძლოა თქო ნინა სიმოუნი. და მისი სიმღერა Don't Let Me Be Misunderstood. სწორად გამიგეო რა ეს სახელმწიფო. კარგი ნამერენიები მაქვს. ხო, მოკლედ. ნინა სიმონე ცნობილია იმით, რომ არის მებრძოლი სულის ადამიანი, იყო უბრალოდ. და მან გააკეთა ეს ჟესტი, როდესაც ამერიკაში მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს. იმ დღიდან წავიდა ის ამერიკიდან და დასახლდა საფრანგეთში, პროტესტის ნიშნად. საკმაოდ თამამი ნაბიჯია. და მთელი ცხოვრება მიუძღვნა ფაქტიურად ბრძოლას რა უფლებებისთვის ადამიანის ქალის და ასე შემდეგ. მოკლედ ისეთი მებრძოლი სულის პატრონი იყო. და მომღერალიც და მუსიკოსიც საკმაოდ საინტერესო არატრადიციული. მე ასე ვიტყოდი რა, ზოგადად როდესაც შავკანიან მომღერალ ქალს უყურებ, ან გიშდება ეს შტაბეჭდება და უნდა იყოს აუცილებლად არეტა ფრანკლინივით რაღაცა თავისი ხმის ეფექტურობის დემონსტრებას უნდა ახდენდეს ან რაღაცას და ამას ჰქონდა აბსოლუტურად განსხვავებული სტილი. ისე მღეროდა რა, არ ვიცი ხო ვერ ხსნი ამას, მაგრამ იყო ძალიან ესეთი თავისებური ხო ინდივიდუალური ის ჰქონდა. ამ სიმღერასაც შეეხება Don't Let Me Be Misunderstood ეს დაწერა ვინმე ჰორას ოტმა ესეთი მუსიკის კომპოზიტორი იყო. და დაწერა მაშინ, როდესაც ცოტა წაეშხობა თავის მეგობარ გოგოს, გლორია კოლდუელს და შემდეგ წავიდა და ნაწილი ქონდა დაწერილი და მერე წავიდა თავის მეგობრებთან, ესენი იყვნენ ბენი ბენჯამინი და სოლ მარკუსი და მაგათთან ერთად დაამთავრა. მაგრამ როდესაც საქმე მიდგა უკვე რომ სიმღერის ავტორები ოფიციალურად უნდა დაეწერათ სიმღერის ბოლოში რა, რომ გამოსულიყო, აღმოჩნდა რომ კანონის მიხედვით ამ ორ კომპანიას, ესე იგი ეს ჰორას ოტი ერთ კომპანიაში მუშაობდა, ისინი ამ ორ კომპანიას შორის ეგეთი შეთანხმება იყო, რომ ოფიციალურად არ ქონდათ უფლება ერთმანეთთან თანამშრომლობის ამ ორი კომპანიის კომპოზიტორებს. და შესაბამისად სიმღერის ავტორად მოხსენიებულია ის გლორია კოლდუელი, რომელსაც მიუძღვნა ამ ჰორას ოტმა ეს სიმღერა და ხო ვითომ ერთად დაწერა. სინამდვილეში ბენი ბენჯამინი და სოლ მარკუსი პირველად გავიგე ეს გვარები. არიან ეს ხო და პირველად ცნობილი გახდა Animals-ის შესრულებით. ერიკ ბარდონმა იმღერა ეს სიმღერა და მესამე ადგილზე გავიდა ჩარტებში დიდ ბრიტანეთში, მე-15-ზე ამერიკაში და კანადაში მე-4-ზე და მოკლედ ძალიან ისეთი 500 ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერაში აქვს შეყვანილი Rolling Stones ჟურნალს ეს სიმღერა. ხო და ერიკ ბარდონს მე ისე მოეწონა ნინა სიმონეს ვერსია, რომ ზოგჯერ კონცერტებზე ნინა სიმონეს სტილში მღეროდა ხოლმე, ცოტა უფრო შვიდად და ასე შემდეგ და ესეთი სიმღერა არის. Baby, do you understand me now? Sometimes I feel a little mad. And don't you know no one alive can always be an angel
When things go wrong, I seem to be bad. I'm just a soul whose intentions are good. Oh Lord, please don't let me be misunderstood. This still სიმღერა არ ვიცი. Now we're doing the things that we think will please you the most, at least for the next 4 minutes. As you know, the Animals had a hit with this tune here in England. Baby, you understand me now. If sometimes you see that I'm mad, no one can always be an angel. When everything goes wrong, you see some bad. I'm just a soul whose intentions are good. Oh Lord, please don't let me be misunderstood. Don't let me be misunderstood. მაგვიზარა ტოპ სერვისით დაგიბრუნდათ. ვინაიდან თბილისის საჯარო სკოლები დარჩენილია სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე, სამედიცინო გაერთიანება მედისონმა განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევები დაიწყო. 122 და 115 სკოლაში მე თავად დავესწარი სამედიცინო პროფილაქტიკურ კვლევებს. ვნახოთ სიუჟეტი და სიუჟეტის შემდეგ სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით. თქვენი შვილის სკოლაში ექიმების ჯგუფი შეამჩნიეთ ან სახლში სამედიცინო ცენტრ მედისონიდან გამოკვლევის შედეგების ბარათი მოგივიდეთ, ნუ ინერვიულებთ და ნუ შეშინდებით. პროექტი, რომელსაც სამედიცინო გაერთიანება მედისონი ახორციელებს, თქვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებაზეა ორიენტირებული. ვინაიდან ამ ეტაპზე სკოლები დარჩენილია სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე, მედისონმა გადაწყვიტა, რომ დაავადებების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით სკოლებში მოსწავლეებში ჩაეტარებინა ეს გამოკვლევები. ამ პროცედურებისთვის პროფესიონალთა სპეციალური ჯგუფია შექმნილი. მედისონმა დააკომპლექტა ექიმების განშემდგარი ჯგუფი. ეს არის პედიატრი, ოფთალმოლოგი, ბავშვთა სტომატოლოგი და ენდოკრინოლოგი და ორთოპედი. დღეს ეს გამოკვლევები 122 სკოლაში ტარდება. ეს არის განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით. და შეგვიძლია რომ თავად დავესწროთ და ვნახოთ როგორ მიდის ეს პროცესი. გამოკვლეული კონტინგენტის 30-35%-ში აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა სახის მხედველობის დარღვევა, მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი. ჩვენ ჩავატარეთ მუნხიანი სკოლაში გამოკვლევა. გავსინჯეთ 2300 ბავშვი. ამ რაოდენობიდან აღმოჩნდა, არც ისე ცოტა დარღვევა ხერხებლის მხრიდან. პროცენტულობით რო ავიღოთ ამ ხელა რაოდენობიდან იქნება 5-დან 10%-მდე. ივსება ინდივიდუალური ბარათი, სადაც არის ნაჩვენები, რა დიაგნოზი გამოვლინდა, ჩვენ შემთხვევაში სკოლიოზი პირველი ხარისხი. მე ამას რო შევავსებთ, ივსება ფლაირი და ამ ფლაირში იწერება ბავშვის დიაგნოზი და მშობელს, ესე იგი ეს მჭირდება მშობელს, რათა მოიყვანოს პოლიკლინიკაში. შედეგები თვითონ ექიმებმა გადასცეს ფლაერის სახით, რომლებიც მშობლებმა მე მიიტანეს პოლიკლინიკაში, შემდეგ კურნალობა ჩაუტარდათ შესაბამის.
აქციის მიხედვით გაერთიანება მედისონი, რომელიც 3 კლინიკას, ნომერ 1 სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრს, ნომერ 2 სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრს და სამედიცინო ცენტრ ჯანმრთელობას აერთიანებს, მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩენილ საჯარო სკოლების მოსწავლეებს პრევენციის მიზნით ადრეულ ასაკშივე ჩაუტარდეთ კვლევები. შესაბამისად, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, საბურთალოს 122-ში რომ ვიყავით, საბურთალოს სკოლებში ჩავატარეთ. ახლა ვაკეთებთ მუხიანის 175 სკოლაში, ჩართული აქციაში სამედიცინო ცენტრის ჯანმრთელობაც, ანუ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენსა და სკოლის დირექტორებს შორის და ამის შედეგად შემდგომში უკვე იქაც ჩატარდება. სტუმრები შემოგვიერთდნენ ნომერ 1 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის პედიატრიული განყოფილების გამგე ნატო ხატიაშვილი და მედისონის წარმომადგენელი ნინო მიქავა. დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. მადლობა. თავდაპირველად მედისონზე ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომელ კლინიკებს მოიცავს სამედიცინო გაერთიანება მედისონი. მოგესალმებით. სამედიცინო კომპანია მედისონი მართავს უბნის კლინიკებს, ეგრეთ წოდებულს. ეს არის ნომერ 1 დიაგნოსტიკურ პროფილაქტიკური ცენტრი ვაჟაზე, ნომერ 2 დიაგნოსტიკურ პროფილაქტიკური ცენტრი მუხიანში და სამედიცინო ცენტრი ჯანმრთელობა ვარკეთილში. როდესაც სწავლობდით ამ კლინიკების პერსონალთან ერთად ჩვენი უბნის მოსახლეობის საჭიროებებს, ყველაზე მწვავედ მაინც გამოიკვეთა სკოლის მოსწავლეების, ესე ვთქვათ, სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა. მოგეხსენებათ, რომ 6-დან 18 წლამდე ბავშვები აქამდე დაზღვეულებიც არ იყვნენ, სკოლებში აღარც ექიმი, მედდის პოზიცია აღარ არსებობს. ასე რომ ხშირი იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც მშობლებმაც არ იცოდნენ და თქვათ ბავშვებს უკვე რაღაც გარკვეული პრობლემები აღენიშნებოდათ. ამ მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეტარებინა აქცია ჩვენს ექიმებს შესაბამის ამოქმედო უბანში ყველა კლინიკის ექიმების ბრიგადებს შეემოწმებინათ უფასოდ სკოლის მოსწავლეები და გამოვლენილი პრობლემების შემდგომი კვლევაც ჩვენთან ჩატარებულიყო, შევთავაზეთ სპეციალური ფასდაკლება მშობლებს. ამ აქციის ფარგლებში გამოკვლევებს უტარებთ მხოლოდ 1, 2 და მესამე კლასელებს და მომავალში ხომ არ აპირებთ პაციენტების ასაკის გაზრდას? კი, აუცილებლად იგეგმება სპეციალური ეს ბრიგადები შედგა იქიდან გამომდინარე, თქვა ამ ასაკის ანუ ისეთი სპეციალისტებით დაკომპლექტ და ამ ასაკის ბავშვებს რა პრობლემებიც აღენიშნებათ ყველაზე ხშირად, სკრინინგის, დაავადებების ადრეული გამოვლინების და ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, ასევე პრევენციის მიზნით. ხალბატონი ნატო როგორია ზუსტი პროცენტული მაჩვენებლები აი ამ დარღვევების და მოსწავლეებში, რომლებიც უკვე ძირითადად 3000 ბავშვია გასინჯული, 3000 ბავშვიდან მხოლოდ 20%-ია აბსოლუტურად ჯანმრთელი. დანარჩენში ძირითადი პროცენტი მოდის ხერხემლის პრობლემების, ქოლიაზები, კიფოზები, ქათმის და მეწაღის გულმკერდი, სამწუხაროდ ძალიან ბევრია. კი. არის თვალის პრობლემები, მიოპიები, ამბლიოპიები, ზარმაც თვალს რომ ეძახიან, რომელიც ზედმეტი ფიზიკური დატვირთვიდანაც მოდის ფუნქციურად. კარიესი პირის ღრუს, ყელყურცხვირის პრობლემები, ქრონიკული ტონზილიტები აღმოჩნდა ძალიან ბევრი. და აი ამ დარღვევების აღმოჩენის შემდეგ იმ ფასდაკლებაზე ვისაუბრეთ, რომლებსაც თქვენს მშობლებს თავაზობთ, რომელთა ბავშვებსაც ეს დარღვევები აღმოჩნდა. ესე იგი, ივსება სპეციალური ფორმა, სადაც თითოეული ექიმი, რომელიც შედის ამ სამედიცინო კომისიაში, წერს თავის დასკვნას, თქვათ რა დამატებით კვლევებს საჭიროებს ბავშვი. ამ დამატებით კვლევებზე ჩვენს კლინიკებში ვრცელდება ფასდაკლება, 15%-იანი ფასდაკლება იყო ეს და თქვათ კონკრეტულად ხდებოდა, მე იქ მასაჟები იყო საჭირო თუ რა კონკრეტულად შეთავაზება, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო მშობლისთვის მაქსიმალურად და გაეგრძელებინათ მკურნალობა. მინდა გითხრათ, რომ თითქმის 80%-ში შეიძლება უფრო მაღალ პროცენტით მშობლებმა არც იცოდნენ, რომ თავის შვილებს ეს პრობლემები აღენიშნებოდათ. და აი ფასდაკლებაზე უშუალოდ, აი ცხელი ხაზი აქვს თქვენს სამედიცინო გაერთიანებას მედისონს და აი ცხელი ხაზის მეშვეობით მშობელს შეუძლია რომ ფასდაკლებების შესახებ კონკრეტული და დეტალური ინფორმაცია მიიღოს? დიახ, შეუძლიათ დარეკონ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე 247-06-06 ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ამ აქციის შესახებ. ასევე მე მინდა უთხრა სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს, სადაც ჯერ არ მივსულ ვართ, შეუძლიათ დარეკონ და ასე ვთქვათ, ჩაეწერონ რიგში, სადაც მივლენ ჩვენი ექიმები, სპეციალური ჯგუფი ექიმები. ანუ სურვილის შესაბამისად თქვენ ნებისმიერ სკოლაში შეუძლიათ დარეკონ, თვითონ შეგვეხმიან და მივიდეთ ამ სკოლაში, აბსოლუტურად უფასო არის ეს აქცია.